ქართლის მთიანეთი და საარაგო, თავისი წყალჭალით, თითა და ბარით, არაგვის პირსა და მთებზე შეფენილი სოფლებით, სათიბსაძოვრით და ლექსკაფიანი ხალხით, მტერთათვის მიუწვდომელი კიდობანი, მიწა რომელმაც არ იცოდა მონობა. საქართველოს ისტორიის წმინდათა წმინდა მონაკვეთი, ხეობათა გუნდით გარშემორტყმული, ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ექოს გამოსცემდა. მისით, როგორც გასაღებით, იკეტებოდა კავკასია. ის წარმოადგენდა სამეფო დასაყრდენს საქართველოს სამხრეთი და დასავლეთი საზღვრების რყევისას. მოქცეულია როგორც კავკასიონის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთ კალთებზე, კონკრეტულად შატილი, მუცო, არხოტის ხეობა არის ჩრდილოეთ კავკასია უკვე. მათ შორის წყალგამყოფი ქედი ერთი გადადის დროშკის ხეობიდან გადავდივართ არხოტის ხეობაში, მეორე პირაქეთ ხევსურეთიდან შატილის ხეობაში დათვიჯვრის უღელტეხილით. არაგვის ხეობაში მოქცეულ კუთხეს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა და ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მონარქები. თამარ მეფის დროსაც და მერეც, გვიან ფეოდალურ ეპოქაში, როცა არაგვის საერისთავო შეიქმნა. შუა საუკუნეებში სწორედ ეს ძლიერი საგვარეულო იწყვეტდა მთელი ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის ბედიღბალს. აქტიურად ერეოდა ქვეყნის ისტორიაშიც. დარიალის ხეობიდან კეტავდა საარაგოს გვიანი ფეოდალური ეპოქის საერო, სამხედრო და საკულტო რეზიდენცია, ანანური. სხვადასხვა დროს მიშენებულ მრავალფეროვან ნაგებობას შემოუნახავს მხოლოდ ერთი არქიტექტორის, ვინმე ქაიხოსრო ბახსარაშვილის სახელი. იგი არაგვის ერისთავის შვილს ბარძიმს მოუწევია ციტადელის შიგნით, დიდი ზომის ტაძრის ასაგებად. არაგვის საერისთავო ერეკლე მეორემ გააუქმა. დუშეთი ქალაქად გამოაცხადა და შვილი ვახტანგი იგივე ალმასხანი დანიშნა მმართველად. ქალაქი დუშეთი, რომელიც აგერ თბილისთან მდებარეობს 50 კილომეტრში, პირველად როგორც დასახლებული პუნქტი მოიხსენება მე-12 საუკუნის წყაროებში. მაგრამ ქალაქად უკვე მე-17 საუკუნეში ცხადდება. დუშეთის დასახელებაზე არის რამდენიმე ვარიანტი. მაგრამ ყველაზე რეალური ჩანს თუშეთი, ანუ მთათაშუა მოქცეულ ადგილს ნიშნავს. ქალაქი ყოველთვის მიიჩნეოდა ცივილიზაციის გამტარად. ყველა სამთავრობო განკარგულება, სწავლა-აღზრდის, ვაჭრობის, სამრეწველო წარმოების ახალი იდეები თბილისიდან და ვლადიკავკაზიდან დუშეთის ამ მთავარი არტერიის გავლით შემოდიოდა. საქართველოს სამხედრო გზა დაგეგმილი იყო თავიდან სამი ხეობით. პირველი გუდამაყრის ხეობით, მეორე ხადას ხეობით, მესამე სადაც ახლა გადის უკვე ჯვრის უღელტეხილის ხეობით. ბოლოს გადაწყდა, რომ სადაც დღევანდელი სამხედრო გზა გადის, ეს ვარიანტი გადაწყვეტილი იყო. ამ გზის გვერდისავლით ვერ გავიდოდა ვერავინ. ანუ ყველა ეს ინტელიგენცია იყო თუ სამწუხაროდ ცუდი მიზნით შემოსული, ამპრობული მიზნებით თუ კეთილი მიზნებით, სულ ყველა მოძრაობდა ამ გზით. საქართველოს სამხედრო გზის გახსნის შემდეგ უფრო გაძლიერდა ქალაქის სტრატეგიული ფუნქცია. დუშეთში მაზრის კულტურულ-ადმინისტრაციულ ცენტრში იდგა ძლიერი სამხედრო შენაერთი. დაარსდა ვაჟთა სახელმწიფო სასწავლებელი, იყო სასამართლო და იჯდა მსაჯული. ილია ქუთაისში მოღვაწეობის შემდეგ გადმოიყვანეს დუშეთში, ჯერ როგორც მომრიგებელი მოსამართლე, აქვე ცხოვრობდა გვერდით სახლში. თავიდან ერთოთახიან მოუწყობელ სახლში, მერე ცენტრში, სასამართლოსთან ახლოს ცხოვრობდა. დუშეთში ყოფნის პირველი წლები ბატონყმობის გაუქმებას ემთხვევა და ილიაც აქტიურად მონაწილეობს მიწების განაწილებაში. სწორედ მაშინ შეურქმევიათ მისთვის მირაოი პასრედნიკი დუშელებს. სამართლიანი საქმე მის ხელში ყოველთვის გამართლებული იყო, იგონებდნენ დუშელები. ილია თავისთავად როცა ამ ხელამწერალი დუშეთში საქმიანობდა და მოსახლეობასთანაც ურთიერთობა ჰქონდა, პარალელურად მომრიგებელი მოსამართლედ მუშაობის გარდა გადიოდა მოსახლეობაში და ბევრი ცნობილი ნაწარმოები შექმნილი არის დუშეთში. კრებდა მოსახლეობაში ანდაზებს, ხალხურ ლექსებს, ზაფხულობის მომუშავე გლეხებთან გადიოდა და მათთან უშუალო შეხების შემდეგ იწერდა ყველა მასალას, რომელიც შემდეგ ძალიან მრავლადაა გამოყენებული თავის ნაწარმოებებში. ხალხური თქმულება დაედო საფუძვლად ლექს ბაზალეთისა ტბის ძირას. ადარდებს დუშელების გაუნათლებლობა და გაუსაძლისი ყოფა. პროვინციული ქალაქიდან ადევნებს ქვეყნის მაჯისცემას თვალყურს და ფიქრობს საბანკო საქმეზე, განათლებაზე, უნივერსიტეტის გახსნაზე, მშობლიური ენის გაჯანსაღებაზე.
დუშეთიდან გაგზავნა პოემა ქართლის დედა დასაბეჭდად და იდეაც ქართველო ხელი ხმალს იკარ. დრო მოდის გამარჯვებისაო. ქვეყანას დედაქალაქში ჭირდებოდა უგვირგვინო მეფე. სთხოვდნენ თბილისში დაბრუნებას. აკაკიც კი ჩასულა დუშეთში და ილიაც დედაქალაქში გადასულა. დუშელებს დიდი ზეიმით გაუცილებიათ. ეს ყოფილა ბრწყინვალე გაცილება. ისეთი, რომელიც არ ახსოვდა ქალაქის ისტორიასო. აღნიშნავდა მაშინდელი პრესა. ილიამ და თერგდალეულებმა ყველაფერი გააკეთეს ყოველივე ქართულის აღდგენის, გადარჩენისა და დამკვიდრებისთვის. ეროვნული საქმე იყო ქართული თეატრის გახსნაც. ამ მიზნით დაიწყო თავისი არსებობა დუშეთის თეატრმაც 1880 წელს. დასის შემქმნელი და პირველი რეჟისორი დუშელი თამარ კვალიაშვილი იყო. როგორც გაზეთი დროება წერდა, პირველი წარმოდგენა რუსულ-ქართულ ენაზე ერთი ყმაწვილისთვის დასახმარებლად გაიმართა, რომელმაც თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ვერ მიიღო. მეორე სპექტაკლი 1884 წელს გიორგი ერისთავის გაყრა დაიდგა. დუშეთის სახალხო თეატრს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. 1880 წელს დაიდგა პირველი თეატრი დუშეთში, სახლში, სადაც 10 წელი ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. ეს სახლი ეკუთვნის მოსტოკელების სახლს. 1956 წელს დაიწყო თეატრმა გადმოინაცვლა დუშეთის კულტურის სახლში და 59 წელს უკვე სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა. დღეს დუშეთის თეატრში ძირითადად ახალგაზრდა მსახიობები და მოყვარულები არიან დაკავებული. თეატრი აგრძელებს მოღვაწეობას და წარმოდგენებს მართავს მოსახლეობისთვის. ქართული პროფესიული თეატრის დაარსებას უკავშირდება დიდი დრამატურგის და პოეტის გიორგი ერისთავის სახელი. დუშეთის სოფელ ოძისში დაბადებულა 1813 წელს ქსნის ერისთავების სასახლეში, სადაც მისი წინაპრები ახალგორიდან გადმოსახლებულან. გიორგი ერისთავი იყო პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ ცისკრის დამაარსებელი და რედაქტორი. ცხოვრების გარკვეული ნაწილი მამასთან, ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან დავით ერისთავთან ერთად სწორედ ოძისში გაუტარებია. აქ დღეს მუზეუმია. ძალიან ხშირი სტუმრიანობა ყოლია, თავადობა. ესენი იყვნენ ძალიან თბილი თავადები, ეხმარებოდნენ ხალხს. ეს არის 8 საუკუნოვანი მუხა, რომლის ვარჯზეც აი ამ აივნიდან ყოფილა გაკეთებული ხიდი და სტუმრებს ღებულობდნენ ამ მუხაზე. მუზეუმს 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად ამისა, შენობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მუზეუმი დღეს არც დამთვალიერებელთა სიმრავლით გამოირჩევა. რესტავრაცია საჭიროებს დუშეთის რაიონის სოფელ მილახრიანთკარში მდებარე ჭილაშვილების ისტორიული სასახლეც, რომელიც მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე ვახტანგ ბატონიშვილის მოხელეს გლახა ჭილაშვილს აუშენებია. 1973 წლის ხანძრის შემდეგ შენობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ცენტრმა აღადგინა. დღეს ისტორიული ძეგლის კომპლექსში გაერთიანებულია გალავანი, კოშკები, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. სასახლეს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა და ფონდი, სადაც არქეოლოგიური მასალაა დაცული. დუშეთის ტერიტორია მდიდარია უძველესი ისტორიული ძეგლებითაც. ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ დავათის სამხრეთ-დასავლეთით, ტყით დაფარულ მთისწვერზე მე-19 საუკუნეებში აუგიათ. ღვთისმშობლობის სახელი დუშეთში გვაქვს ორი, დავათის დედაღვთისმშობელი და ბოდორნის დედაღვთისმშობელი. ორივეგან ერთდროულად 21 სექტემბერს იმართება და არის ძალიან ბევრი მომლოცველი. ბოდორნას ღვთისმშობლის ეკლესია დუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. ტაძრის სამხრეთ ფასადზე არსებული წარწერის თანახმად, იგი 1417 წელს ძველი ტაძრის ნანგრევებზე არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და საღთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს აუგიათ. წილკნის ეპარქია, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთიელთა გაქრისტიანებაში, ამჟამადაც ინარჩუნებს თავის ფუნქციას. დუშეთისა და წილკნის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ზოსიმეს ინიციატივით დუშეთში წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო სკოლა გაიხსნა. ცოდნა შეიძლება მიიღოს ადამიანმა ცოდნისთვის და ჩემი მიზანი იყო, როცა ამ სკოლას ვარსებდით, რომ ცოდნა ჩვენ შეგვეწინა ცხოვრებისათვის.
სიცოცხლისათვის. არ არის საკმარისი მარტო ტაძარში სიარული. იქ ჩვენ ვერ მივცემთ იმდენს განათლებას. საჭიროა სკოლაში სისტემაში უნდა მოვიდეს ეს განათლება ჩვენი მრევლისაიდან. ამას ემსახურება ჩვენი სამრევლო სკოლა. დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში ერთი ღარიბული სახლი დგას, რომელსაც სიძველე დიდი ხანია შეპარვია. იგი მეუღლესთან ერთად აუშენებია და არც თუ დალხინებული ცხოვრებაც გაუვლია. შვილები და შვილთაშვილები გაუზრდია, განათლება მიუცია, დაუოჯახებია და ამასობაში საუკუნეც უკან მოუტოვებია. ასე მეტისა ვიქნები შვილო, აი ბაზალეთში აღარავინ არ არის გოგო. ეხლა მაქებდნენ აი ყოჩაღი ბუზალაძე და ყოჩაღი. ეხლა ჯერები მუდინს უკატარა ხალხი და აღარა ვარ ყოჩაღი. ეხლა რაღაც შევიძინე. 108 წლის ოლა ბებო მართალია ჯანმრთელობას უჩივის, მაგრამ მეხსიერებას არა. პირველად მეუღლეს იხსენებს. ამბობს, რომ კარგი ვაჟკაცი იყო, ამიტომაც შეყვარებია და მამის წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად მაინც გაჰყოლია. წავყევი შვილო, მიყვარდა მომწონდა შვილო, აბა როგორ კუპლეტები და როგორ სიმღერა გიტარი დაკვრა ვიცოდი შვილო, თვის იყო იქო უფრო კარგა. ბაზალეთ საზანზარენ და ისეთი ძლიერი კაცი იყო. მას შემდეგ კი ყველას და ყველაფერს საკუთარ მეუღლეს და ძველ დროს ადარებს, სიყვარულსაც ძველს მისტერის და ადამიანურ ურთიერთობებსაც. მე რომ მეთქო ჩემი გრიფინს როხა მოწელემეთი მაატვიზ თავსა და დაიდემდა იძროხას იქ. დანგაბრიყებაც არ ვარ გაშვილო, სულ ყველაფერი კაცი და ქალი რაღაც უნდა მაშა, მარტო დაწე დაადგეს ეგარი არ არის. წინათ უფრო კარგი ხალხი იყო. ეხლა თითქო აქ შვილო და აღარა ისე ერთმანეთში აი პატივისცემა, როგორ წინათ ვისოდით. რო ხარ ეწელებოდა შვილო, რო შავდღებანდი იმას ჩავასხანდი ვედრაში, კარაქსათა და მივედი. ეხლა შვილო, კარაქი 10 ლარათა იყიდიან, ხაჭო 5 ლარი და ვინ მოგაწედის შვილო? ისიც იცის, რომ ქვეყანას უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს. უყვარდეს სამშობლო, უყვარდეს საქართველო, ხალხი უყვარდეს და ნუღარავი დახოცამე, ნუღარავი მოიკრამე, ნუღარ გაასახლამე, ნუღარ დაიჭერენ უკანონოთა. იყვნენ კარგად და ჯანმრთელთა და გახარებულები. ხადა მთიულეთის ერთ-ერთი ულამაზესი კლდოვანი ადგილი თეთრი არაგვის ხეობაში. ალპური ზონა გასაოცარი ხედებით, სადაც ხე ნაკლებად შეგვხვდებათ. სახელწოდება ხადა მთიან ადგილს ნიშნავს. ხევი ნეოლითის ხანიდან არის დასახლებული. შუა საუკუნეებში იგი უპირატესად არაგვის საერისთავოს შემადგენელი ნაწილია. იქ არსებული კოშკები თავდაცვის საშუალება იყო. მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარ მეფეს აჯანყებულ დიდოელებისგან და ფხოველებისგან სწორედ ხადელები იცავდნენ. 100 წლეულის დასასრულს კი ხეობაში მონღოლთა დამსჯელი ჯარით არეშობს. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს პირველი შეტაკებები სწორედ ხადაში მოხდა. ხეობა საუკეთესოდ ასახავს მთიულეთის ეთნოგრაფიას. დღეს იქ დაახლოებით 40-მდე ძეგლია დაცული. რამდენიმე სოფელი ახლა საფხულობით უფრო ხალხმრავლობა, ზამთრობით იცლება ბარში მიდიან, მისდევენ ძირითადად მესაქონლეობა, რა თქმა უნდა. ძველი ხალხური ლექსია, არ ვიცი ხანდო ჭართალი გუდამაყარი სად არის, ხადაში გამიგონია 60 ციხე მაგარი. ხადა, სადაც ადრე 100 კომლი ცხოვრობდა, დღეს დაცლის პირასაა. ხეობაში არც გზა არის და არც სკოლა. აქ ძირითადად შემორჩენილები არიან ხანდაზმულები, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ. სუსხიანი ზამთარი მოსახლეობას გაუსაძლის პირობებს უქმნის. თოვლის მოსვლისთანავე ხეობისკენ მიმავალი გზა იკეტება და იქ დარჩენილები მცირე მარაგის და ღვთის ანაბარ აღარ რჩებიან. ზოგჯერ არის ერთი თოვლი, რომ მეზობელით მეზობელთან აღარ მივალის. აი ახლა თქვენ არ დაიჯერებთ, ერთალია იყო. აი ზეითი სართული უკვე არაჩნა და 6 მეტრა 7 იყო თოვლი. აბა მაგე დროსაც ახოლა. მე-19 საუკუნეებში მთიულეთის და ქსნის ხეობის მოსახლეობის მთავარი სალოცავი ლომისა ხდება.
სადაც ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხებიც წყდებოდა. თავდაპირველად ლომისა მთავარი საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი მეომრის ღვთაება წმინდა გიორგის დაუკავშირდა და ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე წარმართული ტაძარი ქრისტიანულმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამ ჩაანაცვლა. გადმოცემის თანახმად ლომისის სახელწოდება ლომა ხარს უკავშირდება. ალბათ საქართველოში იშვიათად არის სალოცავი, სადაც იმდენი ხალხი იყრიდეს თავს, როგორც ლომისაში, ლომისობას არის. როცა შედიხარ შიგნით და იკიდება მჯაჭვს, ხარზე უნდა დაიდო. ამბობენ, რომ როცა ული ერთხელ, მეორედ, მესამედ შემოვლისას უკვე გძნობს სიმსუბუქეს, როგორც პირველი შემოვლისას იყო, ისეთი სიმძიმე აღარ აქვს. ანუ ცოდებისგან ტვირთავს უკვე ეს ჯაჭვი და გიმსუბუქებს ცოდებს. მთიულეთის მკვიდრი იყო გოდერძი ჩოხელი, ადრე წასული კაცი. ის ჩვენს შორის ცხოვრობდა, წერდა მოთხრობებს, ლექსებს, იღებდა ფილმებს. დიდი ცისფერი მეოცნები თვალებით დადიოდა ქუჩაში, შეხვედრებზე. რცხვენოდა, როცა ვინმე შეაქებდა ან თხოვდა, თავისივე ხელით ჩაეწერა სამახსოვროდ ახალი ლექსი. აკლდა ხალხმრავალ შეხვედრებს. ჩოხსა და მთაში ტრიალებდა მუდამ. აქ ეწერებოდა, აქ იღებდა ფილმებს. ალბათ იმიტომ, რომ აქ დაიბადა, გუდამაყარში, ჩოხში. საიდანაც ადამიანად ყოფის ტკბილი სევდა ჩამოხვა და თან წაიღო გოდერძი ჩოხელმა. მე შეიძლება გავგიჟდე. ზოგჯერ ისე ახლოს უგრძნობ ჩემ მოთხრობებს. ეშინია მართლა არ გაცოცხლდნენ. ხშირად იცი რა მგონია? გონია რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთები ყდება და აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობას წერია. ზედამთვარე მანათობლად მყვანა. ზივარ ჩემთვის. გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ. ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, ღრმა ხეობებით დაღარული. მისი სახელწოდებაც ხევსურეთი აქედან უნდა მოდიოდეს და ნიშნავს ღრმა ხევს. როშკა ხევსურეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. ცნობილია უზარმაზარი ლოდებით. ზოგიერთი მათგანის სიგრძე 20 მეტრს, სიმაღლე კი 12-13 მეტრს აღწევს. მდინარე როშკის წყლის ნაპირას გაშენებული სოფლის ზემოთ თითქმის ჭიუხების ძირში აბუდელაურის ტბებია. მყინვარის ზემოქმედების გამო სეზონის მიხედვით ტბები ხან ლურჯია, ხან მოყვითალო. აბუდელაურის მყინვარი აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე საქართველოში ერთადერთია. როშკის ხეობის სათავე, სადაც ახლა ვიმყოფებით, არის ხევსურეთის არაგვის ერთ-ერთი შტო. ამ ჭაუხების მასივი სამი ხეობის სათავეა. აქაური იყო მთელ საქართველოში ცნობილი ლექსის რამ დამაბერას ავტორი ივანე ციკლაური, რომელსაც ამ ჭაუხებზეც აქვს ლექსი და მათ შორის იმ მწერალზე სინდაურაის მაღალო, ყინულის ზარადიანო, ეხლა რო ჩემებ თვალები წინავს ხებ ხედევდიანო, აი მის უკენ ვითანი მავლენ და ჩაივლიანო, ვით დათხოვილნი მასკულავნი უკან ალბრუნდებიანო, კაც ხელით ჩაუჩერებო, სიცოცხლის ბორბლის ტრიალო, აღაროს მაღბრუნდებია, რამოდენ მაგნატრიანო. პირიქეთა ხევსურეთის ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურული ძეგლი შატილი მე-11 საუკუნეებში აშენდა. აღმოჩენილია ნამოსახლარებიც, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინანდელი უნდა იყოს. ციხე სოფელი არღუნისა და შატილის წყლის შესართავთან ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე ჩეჩნეთის საზღვართან მდებარეობს. კლდეზე შეფენილი შატილი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ჩრდილოელი ტომების შემოსევებისგან იცავდა. ციხესოფელს ახსოვს 1853 წლის შამილის ლაშქრობაც, როდესაც 60 შატილელი 3 დღე იცავდა თავის სახლკარს ურჯულუთაგან. აქაურობა შეაფარა თავი 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს დამარცხებულმა ალექსანდრე ბატონიშვილმა. შატილი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
აქ ყოველი წლის 4 აგვისტოს სახალხო დღესასწაული შატილობა იმართება. დღეს ხევსურეთის სხვა სოფლების მსგავსად ეს უნიკალური ადგილიც დაცლის საშიშროების წინაშე დგას. შატილიდან 3 კილომეტრში შემორჩენილია აკლდამა, სადაც ჟამიანობის დროს თვითიზოლაციის მიზნით აპარებდნენ თავს. გზა ციცაბო კლდეზე შეფენილი კლდისა და კოშკებისაგან შემდგარი პირამიდის ფორმის ციხე ქალაქისკენ გრძელდება. სტრატეგიულ ადგილას მდებარე მუცოს ციხე-სიმაგრე 3 მხრიდან მიუვალია. ერთადერთი მისადგომი 2 კაცის სიმაღლის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული, რომელსაც მუდამ მეციხოვნეები იცავდნენ. მუცო შუა საუკუნეების ძეგლია ციხე ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით. უნიკალურია იმითაც, რომ დამპყრობელს არასოდეს აუღია. მისი ერთადერთი მტერი, რომელიც ანგრევს, დროა. დღეს ციხე-სიმაგრე საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია შესული. მუცოში არ არის ელექტროენერგია. შუქი პირიქით ახევსურეთში მხოლოდ შატილს აქვს. ამას ემატება უგზოობა. სოფელი მთლიანად დაცლილია და იქ მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობს. დღეს ვერ წარმოიდგენს ადამიანი, რომ აქ მთელი სოფელი ცხოვრობდა თავის დიდ პატარათი ქალკაცით, ფაქტიურად ცარიელია, მართლაც ბეჭები გამზარული, მართლაც გულნატყვიარივით ადარჩენილი და დროულად მიხედვა საჭიროებს, დროულად პატრონობა სანამ თლად აქცეულა და დაშლილა, ჯერ კიდევ შეიძლება შველა. სოფელ მუცოში ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს და მის ყველაზე პატარა წევრს სკოლაში წასასვლელად 12 კილომეტრის გავლა ფეხით უხდება. სკოლა შატილშია, სადაც სულ 13 მოსწავლე სწავლობს. ცხოვრობ მუცოში, სწავლობ შატილში და შატილამდე არის 12 კილომეტრი და მე გავდივარ 12 კილომეტრს. პარასკევს სკოლიდან მოვდივარ და კვირას უკან ბრუნდება. მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, აბულეთი და აიაური არ აპირებს სოფლის დატოვებას და იმედს იტოვებს, რომ თას ხალხი უკან ისევ დაუბრუნდება. როდესაც გზა გაკეთდება, უკვე მე შეიძლება ლაპარაკი სხვა რაღაცეებზე. ამ გზას მოსდევს ის, რომ დაბრუნდებიან არხოდიონები. იგივე მიღმახევში გზა არის გასაკეთებელი. ამ გზის შედეგადაც ხალხი დაბრუნდება. დაცლილი მთიანეთის ერთადერთი ხსნა ადამიანების შემოbrunებაა. ამას კი სახელმწიფოს ნება და კანონი სჭირდება. ის კანონში გათვალისწინებულია ძალიან ბევრი შეღავათები მთის მოსახლეობისთვის. არის კიდე სხვადასხვა ინიციატივები ამ მთის კანონთან ერთად, აგერ პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო ვეტერანების შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასევე ვეტერანების დაბრუნებას. თას უჭირს, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და იმედი გვაქვს, რომ აი ეს ნაბიჯ ეს ყველაფერი მოგვარდება და თას მართლაც დაუბრუნდება ის ხალხი და თა არ დაიცლება. პირიქით ახევსურეთი გამორჩეულია თავისი საძოვრებით. ზემოალვანელი თამაზ მეწორაიძე ბავშვობიდან მწყემსია და დღეს მისი ფარა 2000 ცხვარს ითვლის. მაისის დადგომისთანავე ხევსურეთის საძოვრებს მიაშურებს. ოთხ საათზე დგებით, დილით და იწყება ჩვენი შრომა. ცეცხლი უნდა ავანთოთ. ამ დროში უკვე ყავა მივირთვათ, პური ვჭამოთ და თან ცხვარი გავუშვათ უკვე საბალახოზე. საბალახოდ გაშვებული ცხვარი თამაზ მეწორაიძემ ერთნაირად უნდა დაიცვას როგორც ნადირისგან, ასევე ადამიანისაგან. აქ მთაში ნადირი გვაქვს, უფრო ნადირია ძალიან ბევრი. ბარათ ნადირი ცალკე და ხარხიც რა თქმა უნდა. მგელი არ გაწყვეტავს ხორთან, კაცი კი გაწყვეტავს როგორ არა. დაბნელებისთანავე ცხვრის ფარა უნდა დააბინაოს, თავადაც დანარჩენ წყემსებთან ერთად დაისვენოს და მთელი პასუხისგებლობა დამხმარეს გადააბაროს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ღამე კაცი შეინახავს ცხვარს და საქმეს მიხედავს. ძაღლი უფრო ხედავს ღამე და ძაღლია. ძირითადად ძაღლია ღამე პასუხისმგებელი. თაში ასული მეცხვარეები 10 დღეში ერთხელ მძიმე შრომისგან დასვენებასაც ახერხებენ. ოჯახმაც იცის, რომ საქმის გამოვარჩენ წამოსულები და ვახერხებთ ხოლმე აი უკვე რომ საქმე რომ შევახერებ საქმეს წველად 10 დღე წასვლას, 1 კვირის წასვლას ვახერხებ. რამდენიმე დღეში ოჯახი კვლავ უნდა მიატოვოს, თაში ავიდეს და უკვე მერამდენედ მეცხვარის ყოველდღიურ ყოფას დაუბრუნდეს. ამბობს, რომ ეს მისთვის რთული სულაც არ არის. ჩემთვის პირადად მე არ მიძებს, მაგრამ ეხლა ვინც ახალია იმათ თავისებურად უძნელს.
ფშავი თავისი სალოცავებითა და ადათ-წესებით. ფშაველები არ ჭამდნენ ღორის ხორცსა და არ ჩაიცვამდნენ სხვის მოქარგულ წინ და ხელთათმანს. ფირცვერცხლიც თავისებური იცოდნენ და წაწლობაც. მათი პოეზია სხვანაირია და ნაქარგიც. ლაშარის ხატის შეფიცულება თვლიდნენ თავს და ლაშარის დროშა და ხატით მიუძღოდა ხევისბერი ჯარს. ლაშარ ღელესა ფშავლები თავით თავს მოიყრიანო. სამი დროშით და ფერხისით საჯარის შემოვლიანო. ეს მიხა ხელაშვილის ლექსია. ფშავში, სოფელ ახატში დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს. 6 წლისა დაყუდებულ ბერთან იზრდებოდა. მერე დიაკვნად და საყდრების მეპატრონედ გაუმწესებიათ ბარისახოში. ფანდურზე დაკვრასა და კაფეაში ეჯიბრებოდა აქაურებს. კარგი მოჭიდავე ყოფილა და ხმლის ტრიალიც მარჯვეს ცოდნია. ქვეყნის ბედმა შეაწუხა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა. როცა ქაქუცა წავიდა, არ გაჰყვა. სამშობლოში დარჩა და ტყეს შეაფარა თავი. მეგობარმა უღალატა და 25 წლისა თავისავე დაბადების დღეს 25 იანვარს მოკლეს. და ამ სალომემ დუშეთის მილიციის წინ დაგდებული ცხედარი მოიპარა და ჩარგალში დამარხა. ლექსებს ყოველთვის წერდა. ფშავში ბევრმა ზეპირად იცოდა. ფიქრი ტყეშიც არ ასვენებდა. იცოდა არავინ აპატიებდა სამშობლოს სიყვარულს და ხელნაწერი რვეული მეგობარს მიაფარა. მალავდნენ მის სახელად სააქაოდ დარჩენილ ლექსებს, მაგრამ არ დაიმალა. გვიან დაუბრუნდა ავტორის სახელი ხალხში მარგალიტებივით გაბნეულ მიხა ხელაშვილის ლექსებს. საინტერესო ის არის, რომ მიხა ხელაშვილს უფრო მეტი ჰქონდა. ერთი ასეთივე შეკვრა ლექსებისა მიუცია თავის მეგობრისთვის, მაგრამ 37 წელში როცა რეპრესიები მიმდინარეობდა, შეშინებულმა ოჯახს დამიხოცავენო და დაწვა ცეცხლში მიხა ხელაშვილის ეს ლექსები. ასე დაიკარგა საკმაოდ ბევრი ლექსი. ფშავში ქრისტიანობა გვიან და ძნელად გავრცელდა. ამიტომაც მხარე ქრისტიანული ძეგლებით ღარიბია. ამ ხრივ გამორჩეულია სოფელი თვალივი, სადაც მე-9 საუკუნეში წმინდა გიორგის ეკლესია ააგეს. მოგვიანებით მე-13 საუკუნეში იგი ხარჭაშნის ეპისკოპოსის მთავარი ტაძარი ხდება და აქ ფშავ-ხევსურეთის, თუშეთისა და ერწო-თიანეთის ეპარქია ფუძნდება. თვალივის კათედრა არსებობას მე-19 საუკუნის დასაწყისში წყვეტს. ფუნქცია დაკარგული ტაძარი წლების განმავლობაში ძლიერ დაზიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს ტაძარი საერთოდ არ ჩანდა ამ 5-6 წლის წინ ტყეში. მობრძანდა აქ მამა იოსები მოკიდა ხელი ამ ტაძრის აღდგენას. ხედავთ ახლა სახურავიც არ ქონდა, სახურავი გაკეთებულია. გაასუფთა ვეზო თავის მრევლთან ერთად. ცოტა ადამიანს სულიერად უკვე იწყებს ზდას, უკვე დანარჩენის ყველაფერი კარგად მას. თუ სულიერება არ აქვს ადამიანს, ანუ ხერხემალი თუ არ აქვს, უკვე ის ადამიანი ყოველთვის აი ქარის მიმართულებით იმოძრავებს. ეს სულიერი სიმაგრეა, საერთოდან უფრო ახლოს ხარ ღმერთთან. ამბობენ ბარში რომ ნიჭი დაიმალება და იკარგება, თაში შეიბუდებსო. თაში შეიბუდა დიდმა, ზოგად საკაცობრიო ნიჭმა, ვაჟა ფშაველამ. დაიბადა ჩარგალში. მამის დანატოვარ სახლში იცხოვრა დიდი ჯალაბით. იფიქრა სამყაროზე, ადამიანის სულსა და ადგილზე, სამშობლოზე. შუა ცეცხლისა და სანთლის შუქზე დაწერა და დატოვა ზნეობრიობის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის მქადაგებელი ალუდა, ჯოყოლა, აღაზა, მინდია და გოგოჯური. წერდა, 64 იმისია, ვინც დიდ მადლსას ჩადისო და თვითონაც მადლით იცხოვრა. კუთხის მომავალზეც იფიქრა და დატოვა ფშავ-ხევსურეთის დეკლარაცია. გული ეტკინა, როცა ენა დაუწონეს და ჩარგალში შეკეტვა უსაყვედურეს. ხალხურობის გავლენას არც თვითონ უარყოფდა. თვლიდა, რომ ეს უფრო სიღრმეს მატებდა მის სიტყვას. სამშობლოზე ფიქრობდა, ამბობდა, უიმედობა უსაქმურთა და უკეთურთა საქმეაო. ეს ილიას გზა იყო და თვითონაც ილიას გზითი არა. ლხინიც ხო არ მელხინება, ზოგჯერ თუ არ ავსტერიო. ისე წავიდა, მცნება ვერ შეაცვლევინა მოზღოვებულმა ავითა. წავიდა და ნააზრევ ნაფიქრალთან ერთად დატოვა მამისეულის სახლი ჩარგალში, სადაც ყოველწლიურად ვაჟაობის დღესასწაული იმართება. პირველად ვაჟაობა პოეტის 100 წლის თავზე 1961 წელს გაიმართა და ის მთელმა მსოფლიომ აღნიშნა. ეს დღე მთელი საქართველოსთვის უდიდესი დღესასწაულია. ვაჟას ერთი დღე არ არსებობს, ვაჟა ყოველ დღე ჩემთვის დღესასწაულია. ყველა გრძნობელობას, რაც ადამიანს აქვს, ეს გული იქნება, მხედველობა იქნება, სმენა იქნება თუ გონება იქნება,
ვაჟა-ფშაველა ყველაფრისთვის საძოვარს გაძლევს. ყოველწლიურად აქ დიდი სანახაობა იმართება. ეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების, ჭიდაობის, სამზარეულოს და ფოლკლორის ზეიმი. სტუმრები კიდევ ერთხელ იხსენებენ ვაჟა-ფშაველას და მის პოეზიას. სულ პატარა ბავშვს წავაკითხოთ ვაჟა, აი რო ამახსოვრდება, რის გახდება. ოქროს კვეცია დასმული და ეს არის მომავლის წერალი. ეს არის აი თავის დროზე წინ ბევრად გასწრებული და ადამიანი, რომელიც საქართველოს წარმოგიდგენს ყველგან. ვაჟა იყო სიმართლე, თავიდან ბოლომდე სიმართლე. სიმართლე კიდევ არ დაიმალება ქვეყანას. სიმართლე ღვთის არის.